ვა, მოდი გოჩა. მოდი. როგორ ხარ? შემოხვედით ხო? როგორ ხარ? როგორ ვიქნებ? ძაღლმა მიკმინა. რა წავართვი? რა წავართვი კაცო, მომქონდა ის მამა ჩემი ზაღლისთვის გამზადებული ძვლები და რო გაუძალიანდი მეცსა და მიკმინა. მე ხარ რა უნდა აქნა გოჩა? ვიცი რაღა უნდა. აქ არ დაждე რა. ლია მოკლედ აქეთ წამოდი. ვიცი რა უნდა ვქნა რა, დარეკა უკვე რუსო მექიმთან და ხვალაც რა უნდა გავიკეთო. არა და როგორ მეზიზღება ნემსი. აი, ყველაზე საშინელი მომენტი იცი რომელია? იმ სპირტიან ბამბას რო გისვამენ რამდენჯერმე და რო გაჩერდება. და მერე იმის მერე ყოველ წამს ელოდები რომ ძაფრი ჩხლეტა იქნება ეგრევე და მან ყველაფერი კი ამთავრდება. მან დიწყება. ვა, გოჩა, როგორი პოეტური, ხო? წერლობა ისია. იცი რა უნდა ქნა გოჩა? მოულოდნელად უნდა გაგიკეთონ ესე და ვერაფერს ვერ მიხვდები. კლინიკაში მიგრა ნემსის გასაკეთებლად და სხვას რას უნდა ნემსისგან. ეხვეწები რა. ლუდი თუ გაკ დამალევინე რა. 6 თვე, აწი წვეთს ვეღარ დავლევ და დღეს მაინც შეუბეროთ. აი, წესით უნდა მქონდეს გოჩა. შუა! რაცა შემერჯო რა არის ესა? ვაიმე, ნემსი. აი, აბა ნემსი. ბატონოა. აი, გოჩა, შენ გაიხარე, ამაღამ შვიდად დავიცინებ. კიდევ კარგი ბავშვებს არ შეერთ.